რა განსხვავებაა მაშინ თუ ისე არ ბევრთ ხო სულ ამაზე იდგა რა ჩვენ იმას არ ვიკადრებთ თუ ისე ისე არ ბევრთ თუ სასამართლო ისეთი უსამართლოა და ადამიანებს ისე იქცევიან რა მაშინ განსხვავება რა არის განსხვავება რაც მზია ამაღლობაზე მზია ამაღლობა მე აი გულსწრაფად ვაღიარებ მათი გამოცემის გამო ვიცი იმდენი რამე ბათუმის და აჭარისის მთელი ეს ისტორიებს უმეკითხებიან საკითხო ბათუმელებში კითხულობდი სულ გამოდის არის უნიკალური მოვლენა და ადამიანი სხვათა შორის და მარტინ ლუთერ კინგის ის გამახსენდა პირველ რიგში ფრაზა რომ გახსოვთ ხო რას ამბობდა no justice no peace არ იქნება ეს ისა რა ქვია არ იქნება მშვიდობა თუ მშვიდობა უნდა თუ ეს გონიათ მშვიდობა რა თქმა უნდა სხვა გაგებობა მშვიდობის მაგრამ თუ არ იქნება სამართალი არ იქნება ყველაზე მეტად რაც სახელმწიფოსაგან ჩვენ გვჭირდება ადამიანებს და რიგით ადამიანებს გვჭირდება ეს არის სამართალი და სამართალი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამიტომ მოიგონა ადამიანმა სახელმწიფო რა უნდა მომწეს მე სახელმწიფო გარდა სამართალი დაანჩეს მე თვითონ მოვიპო მე თვითონ მივხედავ ჩემ თავს სამართალი მჭირდება მე სახელმწიფო და როცა მზია ამაღლობელს იმიტომ აპატიმრებ რომ რა ქვია პოლიციაზე თავდასხმა განახორციელდა სიამოვნებაში ძალიან კარგად იცის იმ პოლიციელმა რომ იმ ტკივილის გაუსაზრდელი ტკივილის რეაქცია ქონდა მზია ამაღლობელს სიამოვნებაში და არა რომელიმე პოლიციაზე თავდასხმის განზრახვა ეს მოსამართლემა ჩვენებად იცის პროკურორმაც და ყველა მათ ერთად გადასწრებთ იციან რომ არც ერთი მოძალადე პოლიციელი არც ერთი ქვეყანაში არ დაუსჯათ არც ერთი როცა სავსეა ციხეები ახალგაზრდა ადამიანები და ბიჭები და გოგოები რომლებიც მხოლოდ იმიტომ გამოდიან ქუჩაში რომ არ უნდათ იცხოვროთ უსამართლო ქვეყანაში და ეს არ დამთავრდება სუფუჭი მცდელობა არ დამთავრდება სანამ არ იქნება სამართალი სანამ არ გვექნება სახელმწიფო ეს არ დამთავრდება